აბორდაჟი, მცურავი საშუალებების ჩხრეკა, პოტენციური მოწინააღმდეგის დაკავება, სამედიცინო დახმარება, კარიერული განვითარებისა და სამეთაურო ეთიკის კურსი ეს ის საკითხები იყო, რომელიც დღეს ქართულმა და ამერიკელმა სამხედროებმა და მაშველებმა ამერიკულ სამხედრო გემ ტეილორზე განიხილეს. ამერიკელმა სამხედროებმა ქართულ კოლეგებს აჩვენეს, როგორ იქცევიან საეჭვო ობიექტების აღმოჩენისა და გაუნებელყოფის დროს. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გემზე თავდაცვისა და სანავიგაციო სისტემების მუშაობის პრინციპებსაც გაეცნენ. ქართული მხარის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია ამერიკული გამოცდილების გაზიარება. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი და აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობდა. შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი ფრეგატი ტეილორი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა და პორტს 10 მაისს ატოვებს. On board today, we're going to be doing a number of დღეს ჩვენ ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მიხარია, რომ გვაქვს საშუალება ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება და იგივე მივიღოთ მათგან. ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება ეგრეთ წოდებული VBSS-ი, რაც აბორდაჟის ჯგუფის მიერ მცურავ საშუალებებზე ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციას გულისხმობს. მოვიცავთ ასევე საზღვაო სამედიცინო კურსის პირველადი სამედიცინო დახმარების ნაწილს. Sometimes even to capture an individual. დღეს ვიმყოფებით ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდზე გემ ტეილორზე, რომელიც იმყოფება ბათუმის ნავსადგურში და ჩვენი მაშველები გადიან ტრეინინგს პირველადი სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. თან გვახლავს ჩვენი სამედიცინო ინსტრუქტორი, რომელიც წელს ავიყვანეთ უკვე მუდმივად შტატში სამაშველოში და უკვე ის გაუზიარებს დანარჩენ პირად შემადგენლობას იმას თუ რასაც შევისწავლეთ დღეს.